აი დილამშვიდობი. დილამშვიდობის მართლა დილამშვიდობის ზაღადრი ჯერუშუბ ივანეს მე მეტაპარვა სახში ტოვით რაშას და იმას ჩვენ გავდივართ ხო ფიქრობ ყავა დავდგა თუ არ იმით დავდგა თუ არ მინდა ხალხი ტახტზე მითქი ამბოქ Like წარბი მომიღე ჩამიბრუნდა ბაცა წინა ვერ ვიღებ და ესე გავწვალდი გავაწვალე ვიდა ეს არის ივანეს გავაცილეთ იანი, ეხლა ნახეთ როგორ მეფერება. ეხლა ნახეთ. მე როგორ ჩახუტება იცის. უყურე. მოლა პეტარა მოლა ის ღბერთო. მიდნა თოვლი. წადი. ბარბარის გაღვიძების დროა. ყავა მოვიტოვე. მეც უნდა ჩავიცო. საათი ჩვენ გავდივართ. ვაიმე. აი სამოვიცალე. ის პატარა წარბი. და კიოდა ღმერთო როგორ კიოდა ეხა ის ტონალურს წავისმე ცოტა ჭურჭელი დავრეცხე კორკოტი გავაკეთე უგემრიელეს გამოვიდა დამიჭერდი ხრა სიტუაცია მენდეთ ოვარო ვქენი აი მაშინ ქონა შეფუთული ექვსი უნდა გავუძებინე? ჰა? ექვსი უნდა გავუძებინე? 7-ის ნახევარს. 15 წუთად დაწექის 15 წუთში გამოდი. ტახტი
კარტის ფორმა მივიღე ხანაკიდან ხანიკიდან. იცნა? 1-3-4 საათი ხო. აი მე. ყველაფერი ჩალაგებული გვაქვს ხო? დაიცა შენ სანამ წახვალ ხა იონის ჩამოთვალო. მინდობილობა გავატანე, პირადობა გავატანე. ერთხელ ტანსწმელი გავატანე, პირსაწმინდი გავატანე, კბილის ჩუტკით გავატანე. ჩოხა გავატანე, აზიურები გავატანე, ქამარი გავატანე, ახალოხი გავატანე. კბილის პასტა. კბილის პასტა იქ ექნება ვინმეს კაცი ხა მაგასაც ხوارჩხულდი. ერთი ხვალე უნდა წამოვიდნენ ის. ვაიმე როგორ გეგონება ლილოს ბაზურბაზე იყო. გეგონება ვარ კეთილი იყოს. შენც თბილად უნდა ჩაიცვა. ნახე როგორ ჭიქავა მიტანა ბივისა მამამთილმა. უბრალოდ თლაში აი ჩემზე მგელია. ავის ჭიქა ხონდა იყოს 6. მან ერთი მომიტანა. ეს მიშლის ნერვებზე. ან რა ვიცი წარბის ის ბრუნდება დამღალა. თქო ამოვათრი მაგრამ. ეგ ახლა გამორთა იცი დამოვიწყდა ხოლმე. ხო. კარგად ავტენი ტელეფონი. სადაც 2 საათისთვის შევაერთე რომ ბოლომდე დაიტენოს მე და დამიძინა მე და რომელზე გამიღვიძა 6 რო იყო დაწყებული 6-15 წუთზე მეყენა ბუძელნიკიდან. ჩვენვე დატენია. შენ შეჭამრამეს დღეს დიდ დღეს რაღაცა დილას. არა. დილას არ. ეგ კი არა, ეხა მე მაგ გეგმა. გორში რო ჩავალ გუშინ სოფოსთან ამ ქონა მიმოწერა ჯგუფში გოგოებთან. ესა. თურქეთის ჯავშანი უნდა მივცეთ უკვე 50 ევროები კაცზე, ანუ მე მინდა 150 евро. ხო და. ანუ 400, ну 500 ლარამდე რა, 400 რაღაცა, 400 ნახევარი. გაჩნია სად მისცე. ხო და ეხლა მე მაქვს ესეთი დავალება. ხვალდაზე ხო ყვირა. ხო ყვირა ხო. ხო, გუში რო არ იყვნენ სკოლაში, მგონია რომ დღეს არის ყვირა. ორშაბათ სამშაბათს უნდა არის ბოლო დღე მიტანისა, მაგ დღეებში ვმუშაობ. შეიძლება ადრე მოვრჩე სამსახურს და შევძლო ბაზრობაზე გასვლა იქვე და ამ ყველაფერს გაკეთება, მაგრამ ვაიდა ვერ შევძლო და თან სამშაბათს თუ გავედი და ეს წასული დამხვდაც, ну, მოკლედ. დღეს არის იმის 99% ალბათობა, რომ შევძლო მაგის გაკეთება. და TBC ბანკიც არის. TBC ბანკომატიც იქნება ალბათ. კრედოსი ხომ მაინც იქნება, კრედოდან რაც შემიძლია TBC-ს გამოტანა. რავი, რამდენჯერ გამომიტანია. თვითონ მითხეს TBC ბანკში ერთხელ. ძალიან რიგი იყო და უბრალოდ 5 ლარიანებს იძლეოდა ბანკომატი და მეთქი ესე არ მინდა თქო და სად შეიძლება კიდე რომ გამოვიტანო და კრედოში შეგიძლია ჩვენი შენი ბანკითო ბარათითო გამოიტანო კრედოდან. ხო და ეხლა მე მინდა რომ გადავახურდო რა. და მე მგონი რომ იქ კაი სიტუაცია იქნება. რიკოში საქენიო სოფო უფრო კაი პროცენტია რა და ნახოთ. 12-ზეა კონცერტი. კაი 7-ზე გავალ, რის ნახევარს, კაი 8-ზე თქვი. როდის იყო, როდის? არა, ზოგადად ცეკვაზე ორგანიზებულად გავდივართ ხოლმე. თუ რამე გადატრიალება არ მოხდა და ვინმეს რამე არ დარჩა და რაღაცა ეგეთებიც ყოფილა. რათ უნდა გორში ჩასვლა სამდენი ხანი. ხო და, ну გზას გააჩნია, ხა მოყინული თუ იქნება და არ იქნება. და სავარაუდოდ სანამ კონცერტი დაიწყება, მე დავფრთხები და გორში მიმოვიაროთ. სად გორში უნდა მივიარო? გორში უნდა გავაკეთო ეგ საქმე. უშინ დავგუგლე, დავსკრინე კულტურის სახლის სად არის, TBC ბანკის სად არის, რიკო კრედიტის, რიკო რაღაცა სად არის. ხო და რა ვიცი, სოფო მიდი 1-20 წუთის საქმეაო და სოფო 20 წუთი მითხრა 1-10 წუთის საქმეა ესე. სოფო. აი ეს ფატის სოფო და სოფოს ფატი. ხო. მე თვითონ რა გახსოვს გამიხადო რომ იქ სოფოს მიწერე წამოვიდი ხოლმე რომ მითხეთ თბილისში. გაიგე სოფო.
გორში როგორში ვიყავი ხოლმე და მიწერი წამოვიდეს. ხო კოკი შენც უნდა გაჭამო. მოკლედ. წადი მიდი რომ ხა მეც დაუვლიდი დილა ადრიან გამოვიყვანი მე ქათმებს, ძაღლებს, კატებს ყველაფერს. ურაკაი ესე მოტუღებული ყავა. მან მას მოადუღე რკინის მადუღარაში გაზზე. ისა ბარბარე გარეთ გაყინული იქნება კრანი აბანოში შედი. აბანოში არა გვაქვს რა კოინა და დუშის კრანს უდგავთ ხოლმე ტაშს რა გავიწვი. რა იყო? პატარა შემოვიდა? ჰა? პატარა შემოვიდა? როგორ კრუტუნით დადის? მოდი დედას ლამაზმანო, მოდი. სანდე მანდარი ხოლმე შეყავში გამაათრი. წადი მიდი მე იმას. გუში წუხელი უნდა გავუმეკეტა კარები ამ ადვარში დავამწყდია შევყარე საჭველი სასმელი ყველაფერი და ესე იგი ერთი კატა როგორც ნარკომანი იგი იყურება სერიფების აი ჩვეულებრივი კატების ფერის მე რო კატა ყავდა ასეთი დიდი მამალი ესე იგი შესულა შევედი რა გუში რომ ამათ მეთქება გივიარ მოვიარო რა ხდება და აი ესეთი თვალებით მეყურებდა რო ვავიღე ის ნაგვის სასახები მაგის ერთი ახალი ტარიანი რო გადავწყვე ყინავ გადავამტვლი მე გიჟე რა გინდა არ გადავწყვე ხლა არ ჩამიტყია შავაშფოთე კოკო მოდი დედას ლამაზ არ მენდობა იცის რო აქ არ არის მაგის ადგილი ხოდა იგი გავაგდე კატი შენ ვინ მოგცა გოგო აქედან რო გახვიდე უფრო შეგწივდება ჯიმოპეწეწინ ჯიმოპეწეწინ უყური რა საშუალო აი მე იცით რა მოლა ახალ ხნო იცით როგორ უყარს მოფერება და თვითონაც რო გეფერება კრუტუნი არის მოთავს და კრუტონი არის ჩემი რელაქსაცია. ვაი მე შეგჭამე ხო გოგო? სად არის შენ რო შემოხვედი მეორეს არ უნდა და შენი ადგილი აქ არ არის რო იცოდე. ჩემი პაწაწინ. რო გამოთბება ერთი ბანაობა უწევთ ამათ და მე თვითონ მიხედავენ თავიანთ საქმეს. ეხა მცვიში ვერ ნოყრი. მომეფერეო. ეს მოლა. ხოდა დაუგედე კარები და იქ იყვნე მთელი ღამე. უტუბში მოგხვდება. მაგისთვის. აი, არ გადავივა. ჩადი. ბას. გუშინ ჩხლებ გავკეთა მეთქი ისა. წავისვა მანიკური და დავაწყდა. პრინციპში რა ისა. ეხა გავრეცხე ჭურჭელი და უეჭველი, გავრეცხე გუში რაც დამჩა ის კორკოტის ქვაბი და რაღაცეები. სხვადასხვა გუში გავსინჯე ხალხო მართლა რომ წესით ეხა უნდა შემენელებინა, მაგრამ ეხა კიდე არ მქონდა მაგის ის და მოკაც შეფთული მქონდა დაახლოებით 3 საათი. და წუხელ პირველი საათისკენ შევანელე და მე ვიბანავე. მართლა გემრიელი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს. აუ კოკის საჭმელი. ესა. ჩადი. მოლა. ჩადი დაბლა. ჩადი ჩქარი. ჩადი. დებილი. ბაი. იონესთან დაკავშირებით იონი წავიდა მუსიკიდან. ხო და ცოტა არ იყოს გუშინ მთელი დღე ამინდის პროგნოზს ვსენდი ცხოვრებაში რომ არ მომისმენია. ეხა ვიღაცას მოხვდება. რიკოთის და იმაზე ანუ თოვლის სიტუაციაში რა ხდება მეთქი და რა ვიცი. ეხა ვფიქრობდი თუ
გათოვლებოდა აქაც უფრო მეტად დავიწყებდი ნერვიულობას. ხო და არ გათოვლებულა, უბრალოდ ყინვა არის რა და ეხა ავიწყანაც ჩავრთე და უყურე არაფერი ისეთი საგანგაშო გადასვლით გადავავლენ წყნარად და იმედია გამოგადმოვლენ და იქ არ მოუწევთ ყურყუტი. ხო აი მაგ თემასთან ერთად ნერვიულობდი. აუ რაღაცა უნდა მექნა კი მეთქვა კიდე და დამავიწყდა. აი იმ წამს გამახსენდება ხოლმე და მე მოვიწყდება. მეც ეხლა ვფიქრობ პალტო ჩავიცვა თუ კაპიშონიანი რა ჩავიცვა. შვიდზე ვიყოთ იქა? ადექი მანან ამერიკა მოვუში ქათმები. მაგრამ ვიცინებ, ხვალ დავიცინებ, ხვალ არ გამაღვიძოთ. ფული მაქვს თან. აი ესა გამოვიწყე საფული აქ მინდა. ანუ ხა გზის ფულებს რო ავაგროვებთ რა, რამდენიც ვიქნებთ გადათვლილია და რაღაც ავაგროვებთ, ბარბარისოვნები ფული მომაქვს მეთქი, იცი რამდენი თქო? აი რო შევალთ მაღაზიაში თქვათ და აი ბარბარე რა გინდა? სულო და გულო არჩი, მეთქი რა გინდა რა, ანუ ბულკი გინდა, წვენი გინდა, იქ რაღაცა ჩიპსი გინდა თუ რა გინდა, უბრალოდ რო გეტყვი ბარბარე აბა რა გიყიდო? იმდენი მაქვს მეთქი ფული, იმდენი მიმაქვს მეთქი, რომ შეიძლება თქვა რომ არ მინდა არაფერი. და გამოვარქმა ყოფილი. მაგისთვისაც მინდა ბანკომატზე ფული გამოვიდა. გაიგე ბარბარე. თან ხა იცი რამდენი მიგვაქვს ზედმეტად? აი მაღაზიაში რო შევალთ და რო ავარჩევთ აბა ბარბარე რა გინდა? 5 ლარიო. რა გინდა მეთქი ბულკი, წვენი თუ რა გინდა? შეიძლება თქვა არ მინდა არაფერი. არაფერი. ერთი ეგენ უიძახი, იმიტომ რომ მართლა არაფერი არ მინდა ხოლმე და არაფერს გაუბნევი ისედაც ხოლმე სულ. და ვინ რასე უყენებ? ძალიან კარგი, მაგ 5 ლარსაც დავტოვებ. უშუალოდ გზის ფული გაქნება. აი უშუალოდ გზის ფული ტელეფონში ვიდეო. 10 ლარი გვაქვს. 15 ლარი? რატო? 10. არა, 5 და 5. ბანკომატების მეტი რა იქნება კაცო გორში. გამორთე. მე იმას კუდს გავიკეთე და შენ კოსო. მიდი, ნახევარი საათი გვაქვს. მე ჩავიცვ ქათმები გამოვშვი, ძაღლებს ვაჭამ, კატებს ვაჭამო და კუდიც გავუკეთოთ. ნახევარი საათი არ გვაქვს. 1 საათი გვაქვს. რატო? ანუ 7 საათი და 8 ნახევარი და მივიდეთ. 7 ნახევარი და 8 ნახევარი. რა 7 ნახევარი და 7 და 8 ნახევარი და გუშინ ქალმა დაწერა. მე არის. 7 და 8 ნახევარი. მე 8 ნახევარამდე რო გეტყვი, იმას კი ანიშნავს 8 ნახევარს ხო და 7-ზე მივიდეთ. 7-ზე გავიდეთ სახლიდან. ხო, მე კოსოს გავიდეთ. ხო და რა ბევრი დარჩა ნახევარ საათში რამდენიმე ჩამოვიდა. ბარბარე. ძალიან ჩუმად შედი გამოიტანე ყველაფერი რო ბავშვს წინო. ყველაფერი გამოიტანე თქო რა. და იმ ახალქუსლიანებით მუდად იხარ. აუ ხელის კრემი წავისვა თუ ჯერ არ მინდა. წავიდეთ ბარემ ვაჭამ ყველაფერს და მე უი კოკი 9 ჯერ დამიძახა შეიაო. აი მე კატაკნევის დაბლით. დაბლა პოლში არიან, იქიდან ძვრებიან ქვემოდან და გამათბობელი სადგილას ძინავთ. ჭვიანი. ბრახა ბუხობი. წავალი ხა მაგათ ვაჭმევ რამე წვნიანს და უდგავ. ის თავისი საჭვალიც უდგა. ყველაფერს ცხელ წყალს დავუცხ. შენი სავარცხელის მზემა რა. ბურთს განასავარცხელს რო ეძახი რა, მე ეგევე ეძახი. ბევრი ისინი გვაქვს, ხო იცი? ეგეთი აქვს ბარბარეს, უბრალოდ 3 კბილი აქვს. ერთი თავში, ერთი შუაში, ერთი ცოტა გვერდზე. კიდე მართლა რამე. რო ვიხონ მეზოს ეს უეგენი ყრია. დასაცმელი ჩაიც გოგოჯი.
აბა რას რა გაცვია ზედა ერთი გამოდა მანახე. ეგ არის მორჩა? მაიკერი გაცვია და ეგა? ხო. აბა რამე დაიმატე წადი. და რა ჩავიცვა? საერთო ხოიცვა. არა, წადი კიდე რამე ჩაიცვა. ანუ კლავებო რამე არ გაქვს? ან თხელი სპორტული რომ მაგაზის რაც გაცვია, ხა რა გაცვია? სახში შავი არ გაცვია რაღაც. სპორტული ჩაიცვიებიც. მიდი. ამაზე მკათა თუ ხონია. წავალთ ხახლებო დაგევშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. გორში გავიარ გამოვიაროთ. ხო, გუშინ ჩემ კილოსთან დაკავშირებით დაიწერა და ესეთი რაღაცა რო იწერება ხოლმე სიამოვნებს. მე ვერ ვგრძნობ, მაგრამ როგორც ალბათ სხვა კუთხის წარმომადგენელი ვერ ვგრძნობ იმას, რომ აქვს კილო, მაგიტო რა და მიხარია ხოლმე რომ დამიწერთ რაღაც ესეც, რომ შენი კილო მაგ ხარის კილო მოგწონს. ჩვენ ქვემოქართლელები კი ვართ. მივეკუთვნებით, მაგრამ უფრო კახეთის ისინი გვაქვს რა. გარეკახელებსაც გვეძახიან და მიყვარს ეს სიტყვა გარეკახელი ვახარ. თანატკახელი არა ხარ, მაგრამ გარეკახელი. ქართლსაც არ ვერჩიარ და არც სხვა წარმომადგენლებს, მაგრამ რაღაცომღაც აშკარად კახეთი უფრო ბევრია ჩემში. ხო და მიხარია ხოლმე რომ რაღაცა დამწერთ ესე რომ კახური კილო გაქვს და რაღაცა მე მიყვარს კუთხური დიალექტები, კუთხური ესეთი კილოები და ესეთი რაღაცები მომწონს, როდესაც აქვს ადამიანს. და არც დილობს უწუპუწუებით გამოსწორებას. რაც ახლა ეგ ახლა მე ამბობ მითი არ ემეთი რაღაცა ხეთ და ქვათია რომ მეთქი, მაგრამ რაღაცა ესეთი რო ვიყო, ეხა მიყურებთ. თქვენ კი არ მეც არ ვუყურებ ჩემ თავს. თმას რა ვუყო მე? აი იქ უნდა წავისო ტონალური. იმიტომ რომ აქ თვალი ამომდის. მეორე თვალი ამომივიდა. სამკურნალოთა მყავდა საყვა ნერვოზია გაქანებული. ის გინახიათ ესეთმებს რო ივარცხნის ეს მე სხვა ვარცხის რო იტყავს. ზუსტად ეგ არის, ჰა? მეორე გოგონა. დედამისი უდგა და თან ეუბნება, კარგად ხარ და შვიდად დედამისი უღებს და შვიდად უღებს რაღაც და ეს ხო იწეს თან თვალები ესეთი და ბუშინ ეს უკოს აღმოწევს რომელსაც აი თამდე გაიგებს. შენი? ერთის თქო. კასო. კატო. კატონ სალწაში აწევა დაიჭირა და ის ბოშიც როგორი იყურებოდა აი კატოს წკერი. დაიცა. წავებინე და უნდა დავცი დიდ კატას. ის ვირია მოსული წაველი ხარ ხომ დაგეშვიდობთ მომავალ ვიდეომდე. ზოგი გავყარო კატა და ზოგს ვაჭამო და მოვალ. ყოველ შემთხვევაში გორში მაინც შევხვდებით. აბა ჰე